ეკო ჩვენთან ერთად იმყოფებიან ახლა პოლიტიკური ლიდერები, მათთან გავაგრძელებთ საუბარს და მოვისმენთ პირველ შეფასებებს მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩელე ყურო არის ჩვენთან ერთად და პირველ რიგში მას გავესაუბრებით. ჩელე, შეაფასეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს. მოლოდინი გექნებოდათ დარწმუნებული ვარ დაკავების, თუმცა ყველანაირი სამართლებრივი უფლება წაართვეს ზურას. როგორია თქვენი პოზიცია, შეფასება დღევანდელ დღეს? მე როგორც ადვოკატი შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ალკოჰოლის მონიზების სახით გამოიყენებინათ პატიმრობა. ეხლა არ დავიწყებ იმის ლაპარაკს, რას ნიშნავს აქტიური პოლიტიკოსის ციხეში ჩასმა, გონა რომ ვისთვისაც ამის თქმა მინდა, ყველა ამ ადამიანს ეს ესმის, უბრალოდ ერთი რამ მინდა, რომ ყველა გავიგოთ, სასამართლო გადაწყვეტილებას არ იღებს მოსამართლის სახელით ან პროკურორის სახელით. ის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს, ანუ ქართველი ხალხის სახელით. ჩვენ გადავეცით ეს უფლება შესაბამისად. ზურა ჯაფარიძე დღეს ციხეში ჩვენი სახელით, ჩვენი გადაცემული უფლების ზის ადამიანი ციხეში კომისიაზე არ მისვლის გამო მე არ ვიცნობ არც ერთ ადეკვატურ ადამიანს, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ კომისიაზე არ მისვლის გამო ადამიანი ციხეში უნდა გაუშვას. მინდა რომ გკითხოთ თქვენი რეაქცია როგორი იყო და თუ ნახეთ ზურა ჯაფარიძე ხელბორკილ დადებული, ემოციურად რამდენად რთული იყო ამ კადრის ნახვა. ეს ეხლა პოლიტიკური შევასება მაგაზე არ გამომივა, ზურაც მაგაცია ჩემი და რა თქმა უნდა ცუდი იყო, როცა ეს ნახე, უბრალოდ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ იცოდა რაზეც მიდოდა, სრულად მზად არის ამისთვის და თან მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა მოგწონს მისი გზა, არ მოგწონს სწორი გონია, გადაწყვეტილება არ გონია, უბრალოდ როცა ადამიანი თავის პრინციპის, თავის სიმართლის, თავის ერთ დღეს მაინც თავს თავისუფლების, მინიმუმ უნდა დაფიქრდე, რომ იქნება რაღაცაში მართლა-მართალია, იქნება პასუხის პატივისცემის ღირსა და ესე არ უნდა მოიქცეთ, როგორც ვექცევით და მეც კი აღარ გავაგრძელებ ხა დილობიანი სიტყვები და მithorda. მადლობა. ჩელეს ცოტნე კობერიძე არის ჩვენთან ერთად. ცოტნე მინდა რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ვისაუბროთ და საინტერესოა ოქრუაშვილს უკვე ხელბორკილები დაადეს. ზურა ჯაფარიძეს გადაიყვანენ უკვე რამდენიმე წამში იქნება საპყრობილეში. დაანონსებული არის კიდევ ორი პოლიტიკური ლიდერის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას დაკავება. ამდენი პოლიტიკური ტყვე არის თუ არა პრობლემა ქართული ოცნებისთვის და როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების გაგრძელება ახალი რეპრესიების ფონზე. ხო, ძალიან რთული სიტუაცია. ერთი არის რომ ხალხი რომელიც დაიჭერეს, მაგრამ მეორეა რა ფორმითაც დაიჭერეს და რა ბერკეტითაც დაიჭერეს. წარმოიდგინე, ყოველას თავში გვაქვს უკვე ის რომ არსებობს ჩოვლებრივი ბერკეტი, კონვეიერი, რომლის ფონდაც მეც რომ მითხრა ვაგე რა ცოტნე კობერიძე ნაცების დროს სკოლაში რა ხდება, მოგიყევიო და არ მივიდე, შეგვიძლია ერთი წელი დაგიჭირე. უბრალოდ კონვეიერია ამის მოგონილი, მოფიქრებული და რის გამო არის ხალხი დაჭერილი. ამის შემდეგ არ ვიცი, რაიმე ტიპის წარმოდგენა თუ სადმე არსებობს თქვა და პოლიტიკის კეთების გაგრძელებაზე, ამ ფორმით ინფორმაციის ნორმალიზირებაზე, ამის შე თვითონ ხედა რომ ქართული ოცნება სადავდნენ ყავს ეს ამბობ. ახლა რომ საუბრობთ თქვა და საკრებულოს არჩევნებზე რაღაცაზე, შეიძლება ეს ადამიანი რომელიც ვინმეს არჩევნებზე გამარჯვებულ მე რა წარმოუდგენია, ხვალდაზე დაემატოს და ციხეში იყვნენ ეს პოლიტიკური ლიდერები. ჯამში პრინციპულობა იყო რაც ახლა ზურას პოზიცია იყო, ძალიან სასიამოვნო რამდენი ადამიანი მოვიდა და უთანაგრძნო ზურას და ყველა ვიცოდით ალბათ რაც მოხდებოდა. ყოველთვის ვიცით ხოლმე სასამართლოზე, მაგრამ მაინც გულისხმეტა მაინც გაქვს და სადღაც გულის კონჭულში მაინც პირდაპირ უყურე ფერიჯერე, მაგრამ ძალიან გულდასაწყეთი იყო რაც მოხდა. მაგრამ ნუ ზურა რო გაძლიერებული გამოვა, იდეაში ყველა ვიცით და რაღაც ოპტიმიზმს ალბათ ეგვიჩის. ძალიან დიდი მადლობა ცოტნე კობერიძეს და აუცილებლად მაყურებელს უნდა ვუთხრათ, რის გამო დაიჭირეს ზურა ჯაფარიძის, დაიბარეს საგამოძიებო კომისიაზე. იმ დროს, როდესაც ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა თია წულუკიას, ის პოლიტიკოსი არ ყოფილა, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა და კითხვები უნდა დაისვათ მისთვის, როგორი ვითარება იყო პოლიტიკურად 2007 წლიდან 12 წლის ჩათვლით ქვეყანაში. აი ამ საფუძვლით ნებისმიერი ადამიანის დაბარება შეუძლიათ საგამოძიებო კომისიაზე, ამიტომ პოლიტიკოსები ამბობენ რომ აბსურდული იყო მისი დაბარებაც კი საგამოძიებო კომისიაზე. ირაკლი კუპრაძე არის ჩვენთან ერთად. ირაკლი, ნახეთ ის რაც ნახეთ, ხელბორკილები დაადეს ზურას, ვიცით რომ თქვენს ლიდერებს გირავთ გადახდილი, თუმცა ციხისგან ეს არა თავისუფლებს, შესაძლოა გადავადებული იყოს პატიმრობა. ალბათ გაქვთ მოლოდინი რომ გამომტყუნებელი იქნება განაჩენი იმ ყველაფრის ფონზე, რაც ნახეთ დღეს, ყველანაირი სამართლებრივი უფლებები წაერთვა დღეს ზურა ჯაფარიძეს. ხო, ივანიშვილს აქვს გაცემული დავალება საკუთარ დაქვემდებარებულ სისტემებს შორის, ეს არის სასამართლო სისტემა, სამართალ ეგრეთ წოდებული დამცავი და სინამდვილეში სამართალ დამრღვევი უწყება, პროკურატურა, რომ დევნონ პოლიტიკური ლიდერები. პოლიტიკურ დევნაში გამოიხატება თავარი სურვილი, რომ ისინი დააპატიმრონ და ჩამოაშორონ ამ წინააღმდეგობას და ბრძოლას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ელოდებით რომ გაიზრდება
აუცილებლად ეს იქნება გარდაუვალი, ისინი ეცდებიან თითოეული პოლიტიკური მთავარი ლიდერების დაკავებას. ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანია ამ წინააღმდეგობის ფრონტზე, მათ შორის დაკავებას და გამომტყუნებელ გადაწყვეტილებებს ველოდებით ჩვენი პარტიის ლიდერებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ პატიმრობაში არ მოხდებიან, სასამართლო პროცესები გრძელდება 27 მაისს ასევე სასამართლოში ისევ აგრძელებთ ბრძოლას მურუსიძის, ივანიშვილის და რუსული ამ დაჯგუფების და ბანდის წინააღმდეგ. დიდი მადლობა ირაკლი კუპრაძეს. ახლა მაყურებელს მინდა რომ ვუთხარ რომ როგორც მე პროდიუსერი მატყობინებს სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, ვიდრე გავაგრძელებთ პოლიტიკურ ლიდერებთან საუბარს, მოვისმინოთ რას ამბობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით. დღეს დადგა კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე ქართული ოცნებისთვის. ის რაც მოაწყვეს ეს პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე პრაქტიკულად არავის შეშვება გადატანა პატარა დარბაზში ყველაფერი ის რაც სადეს დღეს იმისთვის რომ ეს ბოლოს დამთავრებულიყო იმითი რაც ყველა მიცოდა უკვე წინასწარ რომ ზურაბ ჯაფარიძე გადაეცა წინასწარ პატიმრობაში ეს არის სამარცხვინო იმიტომ არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე რომელიც იმისი ნიშანი არის რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე რაც არის მეორე მხარე ერთის მხრივ ყავს საზოგადოებრივი აქტივისტები თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები რომლებიც არიან დღეს ციხეში სრულიად არაფრისთვის ეხლა შემდეგი ეტაპი არის რომ ასევე შეეხოს ეს პოლიტიკური ლიდერებს ეს ყველაფერი ამისთვის იყო შექმნილი ეს გამოსაგამოძიებო კომისია არა იმისთვის რომ გამოიძიოს რაღაცა წინა რეჟიმის დანაშაულები არამედ იმისთვის რომ საშუალება გამხდარიყო რომ დაეჭირათ სწორედ ის პოლიტიკური ლიდერები რომლებიც უნდათ რომ დაინახონ ციხეში სამარცხვინო არის ეს ქართული ოცნებისთვის ეს არის იმის ნიშანი, კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის, რომ აღარ იციან რეპრესიების საიდკენ და სანამდე წაიყვანონ. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეში არის და ამ რეპრესიებს მიმართავს, არის თვითონ განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გამძლეობა გვჭირდება ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ განაჩენი დღეს გამოტანილი არის გამოტანილი ქართულ ოცნებისთვის. თქვენ მოისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება და ისაუბრა ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ჩვენ გავაგრძელებთ ახლა პოლიტიკურ ლიდერებთან საუბარს თინა ბოკუჩავა უპასუხებს ჩვენს კითხვებს თინა ვნახეთ რომ ორი პოლიტიკოსი დაკავებულია პირველი ოქროაშვილს დაადეს ხელბორკილები დღეს ზურაბ ჯაფარიძეს დაანონსებულია ნიკა გვარამიას ნიკა მელიას დაკავება ქართული ოცნება რომელიც ამბობს რომ თითქოს დაალაგება უნდა პარტნიორებთან ურთიერთობის როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ ყველაფრის ფონზე პოლიტიკოსების დაპატიმრების შემდეგ პარტნიორებთან როგორ შეიძლება დაალაგოს ოცნებამ ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე ღიად პროდასავლელი პროამერიკელი პოლიტიკოსის დაკავება ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ყოველგვარი სამართლებრივი მდგენელის გარეშე, არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმური ღალატის კომისიაზე არ მისვლის გამო რა თქმა უნდა კიდევ ერთი გზავნილია დასავლეთისთვის რომ უნდა იმოქმედოს და უნდა იმოქმედოს ძალიან სწრაფად და გუშინ როგორც სახელმწიფო მდივანმა ამერიკის შეერთებული შტატების მარკო რუბიომ განაცხადა ეს ანტიამერიკული და შესაბამისად ანტიქართული, ანტიეროვნული ხელისუფლება რეჟიმი, იმიტომ რომ ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით ხელისუფლების ყველა შტოს აქვს ვალდებულება რომ იბრძოლოს საქართველოს ევროატლანტიკური მიზნების რეალიზებისთვის, ამიტომ ანტიამერიკული რეჟიმი აპრიორი ნიშნავს ანტიეროვნულს, ანტიკონსტიტუციურს და ანტიქართულს რა თქმა უნდა, როგორც რუბიომ განაცხადა, მათ მოუწევთ მძიმე ფასის გადახდა იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გაmen. რაც შეეხება ზურას, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ადამიანურად, როდესაც სამი შვილის მამა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მამა
და მძიმე ავადმყოფი დედის შვილი ხდება ასეთი უსამართლობის მსხვერპლი, მაგრამ პოლიტიკურად ამან მხოლოდ უნდა გაგვაძლიეროს და ეს ძალიან შეგნებულად გადადგა ზურამ ეს გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად დასაფასებელია. მან არ გადაიხადა ივანიშვილის რეჟიმის ხარკი, ეგრეთ წოდებული გირაოს სახით, ის წავიდა ამ პირადი გამბედაობის და სიმამაცის მაგალითზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და იქნებ ამან მაინც უბიძგოს ოპოზიციას და განსაკუთრებით მან, ვინც სკეპტიციზმს გამოხატავდა ერთიანობაზე, ერთიანობისკენ, იმიტომ რომ ზურა იყო, არის და იქნება მთავარი ადვოკატი ერთიანობის, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთიანობაში არის ხსნა, იქნება ეს მაინც იყოს ერთგვარი გამოსაფხიზლებელი მომენტი ზოგიერთი ოპოზიციონერისთვის. ძალიან დიდი მადლობა თინა ბოკუჩავას, მან აღნიშნა, რომ ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლო და ქართული ოცნების ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა აუცილებლად მოუწყვეტ წევს იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც იღებს ოპონენტების მისამართით. საბა ბუაძე არის ახლა ჩვენთან ერთად. საბა, როგორ შეაფასებ დღევანდელ დღეს უფლება წართმეულ ზურა ჯაფარიძეს, რომელსაც ადვოკატის ყოლის უფლებაც კი წააურთოს და რა გეგმა გაქვთ ახლა, როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას? იმიტომ რომ გირაო კი აქვთ გადახდილი ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, თუმცა ეს ავარაუდოდ გადავადება არის პატიმრობის, გექნებათ ალბათ მოლოდინი, რომ მათაც დაადებენ ხელბორტი. ამ ვითარებაში ცხადია ყველაფრის მოლოდინი უნდა არსებობდეს, თუმცა ერთადერთი, რასაც ვერ წაგართმევენ, ეს არის ღირსება და ზურამ ეს დღეს კიდევ ერთხელ ძალიან კარგად აჩვენა. ის არის ღირსეული, მებრძოლი ადამიანი, სრულ სოლიდარობას უცხადებთ თითოეული ჩვენგანი ზურას და ზურას ბრძოლას და ეს არის ის განმასხვავებელი ჩვენსა და მათ შორის. რაც არ უნდა გააკეთონ, რამდენიც არ უნდა ეცადონ, ის, რასაც ვერ წაგვართმევენ, ის რაც მათ არ ეკუთვნით, ეს არის ჩვენი ღირსება, ჩვენ ღირსებას ვერ წაგვართმევენ და სწორედ ეს იქნება მთავარი წყალგამყოფი აი ამ ძალიან დიდ მორალურ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობის შენარჩუნებისათვის, ადამიანად ყოფნის უფლების შენარჩუნებისთვის არის ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. სხვაგვარად შეუძლებელი არის უბრალოდ ეს პროცესი დასრულდეს, იმიტომ რომ სიმართლეც, კანონიც, ყველაფერი არის აქეთ მხარეს, მეორე მხარეს არის აი ამ ძალადობრივი მანქანის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომლის სისუსტის გამოვლინებაც იყო დღეს ზურა ჯაფარიძის დაკავება და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ წაყენებული ეს ბრალდებები. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ამ ფონზე გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ეს ბრძოლა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ იმისათვის, რომ დასრულდეს ჩვენი გამარჯვებით და რეჟიმის და მისი მსახურების დამარცხებით. ზურა, ერთი კითხვაც ბოდიში საბა მინდა დაგისვა. ზურა გეკეროთ პირზე. საბა, იმ ფონზე, რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ დაალაგება უნდათ ურთიერთობის პარტნიორებთან, როგორ წარმოგიდგენიათ აი ამდენი პოლიტიკოსი ციხეში და ქართული ოცნება როგორ აალაგებს ურთიერთობას პროცესების განვითარება მე არ მჯერა, რომ ქართულ ოცნებას უნდა რამის დაალაგება, ქართულმა ოცნებამ გადასარევად იცის, რომ არაფრის დაალაგების რესურსი არ არსებობს, ქართული ოცნების გათვლა დღეს არის ერთადერთი, რომ რამენაერაც ამერიკამ და დასავლეთმა დაივიწყოს ეს რეგიონი, დაივიწყოს საქართველო, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლა არის ის, რაც ჩვენი პარტნიორების ყურადღებას განაპირობებს, რაც განაპირობებს მათ შორის ერთგვარ ვალდებულებას ჩვენი პარტნიორებისას, რომ ამ ბრძოლაში მყოფი ქართველი ხალხი არ დატოვონ და ის რომ ეს ყველაფერი იყო პროპაგანდა, ის რომ ტრამპი მოვა და დაალაგდება, როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება ყველაფერი, როგორც ამას ამბობდნენ ეს უთავმოყვარეო ოპორტუნისტები, ხო? ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რომ იყო ტყუილი, არაფრის დაალაგების რესურსი არ არსებობს, განსაკუთრებით გუშინდელი რუბიოს განცხადების და მეგობარი აქტის მიღების შემდეგ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ ჩვენი მეტი თავდადებით, ჩვენი მეტი წინააღმდეგობით. ძალიან დიდი მადლობა საბა ბუაძეს. უკვე ცნობილია, რომ ზურა ჯაფარიძის შემდეგ იქნება ნიკა მელია, შემდეგ ნიკა გვარამია და ივნისის 10 რიცხვამდე შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ 3 პოლიტიკური ახალი პატიმარი
არ ეყოლება ქვეყანას. კოალიცია ცვლილებისთვის პარტიის წარმომადგენლები არიან ჩვენთან ერთად. ნიკა, თქვენს კოალიციაში 3 პოლიტიკური პატიმარი გეყოლებათ, ყველა ლიდერი თითქმის იქნება ციხეში. როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ამ ყველაფრის შემდეგ? ამარტოდ როგორც აქამდე, ხო ერთ-ერთი გზა რჩება ქუჩის წინააღმდეგობა, ის რომ ვიყოთ იმედიანად, იმიტომ რომ გუშინდელი განცხადებაც მათ შორის სახელმწიფო მდივნის რუბიოსი მიუთითებდა იმაზე, რომ ისინი ფიქრობენ ისეთ ნაბიჯებზე, კი არ ფიქრობენ, არამედ კონსულტაციებს გადიან ადგილობრივ ბიუროებთან და წარმომადგენლობასთან, რომელიც იქნება ყველაზე მძიმე რეჟიმისთვის. ამიტომ ხო, მნიშვნელოვანი არის ქუჩა, ერთობა, წინააღმდეგობა, სიმტკიცე, სიჯიუტე და რაც ყველაზე მთავარია, არა თანამშრომლობა რეჟიმთან. ის რაც გამოავლინა ზურა ჯაფარიძემ, გამოავლინა ირაკლი ოქროშვილმა და გამოავლინა 50-ზე მეტმა პოლიტიკურმა პატიმარმა, რომელსაც შეეძლოთ ერთი ხელის მოწერით, ერთი აღიარებით ყოფილიყენ თავისუფლები, მაგრამ ეს არ გააკეთეს, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ მათ თავისუფლებაზე მაღალი არის სამშობლოს თავისუფლება და ამ ქვეყნის დამოუკიდებელი ევროპული მომავალი. ამიტომ არათანამშრომლობა რეჟიმთან ყველა დონეზე. ის რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟიმის დამარცხებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ნიკა ფარულავას, ვიდრე ზურა ჯაფარიძეს ხელბორკილს დაადებდნენ და გადაიყვანდნენ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. მან ბოლო კომენტარი შეიძლება ითქვას გააკეთა მედიასთან, მიმართა ევროპული მომავლის მცველებს, ისაუბრა როგორ ფიქრობს, როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქუჩის აქციებს. რა განცხადება გააკეთა ზურა ჯაფარიძემ დაპატიმრებამდე, ამას ახლა ჩვენი მაყურებელი მოისმენს. ხალხის მოყვანა და მობილიზება ამ თელ საპოლიციო ძალების აღარ უნდათ მეორედ, იმიტომ რომ პრემიერი უნდა ურიცხონ მერე. ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის, რომ იციან ამათმაც და მოსამართმაც იციან, რომ დღეს უნდა გადაწყვიტონ. რომ მეორედ ამ ხალხის ეს მობილიზების უნარი თუ არ ვიცი რაღაცა თავი აღარ არის. ზურა, ბოლო კითხვას დაგისვამთ, რომ ვიცით რომ შესაძლოა თავისუფლებაზე ბოლო წუთებს ითვლიდეთ, იმიტომ რომ რადგან უკვე წაიკითხეთ პატიმრობას ითხოვენ თქვენსაც. რა არის ბოლო გზავნილი თქვენი, ბოლო კომენტარი იქნება ალბათ რამდენიმე თვის შემდეგ მოგიწევთ სიხის დატოვება. წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს. ყველა ფორმით და პირველ რიგში რუსთაველძეს აღარეს. აი, თავი ადრესატი ვინ ყავთ ახლა აქ და ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველძე არიან, ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველძე გადიოდნენ და ახლა სახში არიან, რუსთაველძეს სიარული არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ამბავი. წინააღმდეგობა უნდა ჩანდეს, გარედან რო შეხედა ამ ქვეყანას, უნდა ჩანდეს, რომ ქვეყანაში კიდე არსებობს ხალხი, რომელიც იბრძვის თავისუფლების. იმ ხალხს რა ეთქვით, გარეთ ვინც არიან, მათ არ მიეცათ პროტესტის გამო. ტელეფონში უყურებდი რაღაცაზე, ურმეს მადლობა ყველას თითოეულ ადამიანს, ვინც დღეს მოვიდა, ძალიან სამწუხარო რაღაცა გიჟეთი მოაწყეს აბა და არც საშუალება რომ ფიზიკურად აქ იყვნენ ახლა. წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს. ეს არის ზურა ჯაფარიძის ბოლო გზავნილი ევროპული მომავლის მცველებისთვის. ზურა ჯაფარიძეს უკვე ოფიციალურად პატიმრის სტატუსი აქვს. ამ წუთებში ეტაპირება ხდება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში და შეიძლება ითქვას თავისუფლების ღების ათვლა დაიწყო ნიკა მელიასთვის და ნიკა გვარამიასთვის. უკვე ვიცით რომ პრეცედენტულია ეს გადაწყვეტილება, გირავ არ გადაიხადეს პოლიტიკურმა ლიდერებმა და პროკურატურა ითხოვს მათ წინააღმდეგ პატიმრობას. ასეთია ვითარება საქალაქო სასამართლო ისევ გადავსებულია პოლიციელებით, სავარაუდოდ ეტაპობრივად ისინი დატოვებენ ახლა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას.